გამარჯობა მეგობრებო, დღეს მინდა ვისაუბრო ბლოკნოტზე, არა, ბლოკნოტზე ძალიან ბევრი ვისაუბრე უკვე, მაგრამ აქ წერია 2026 წელი. ანუ ახალი წელი. ძალიან მალე იქნება ახალი წელი და ეს ბლოკნოტი, როგორც იქნა კალენდარი ბლოკნოტი ჩამომივიდა, ინტერნეტიდან გამოვიწერე. თემატიკა არის პოლონური და რატომ პოლონური? და რაში მჭირდება ეს ბლოკნოტი, იმიტომ რომ ბლოკნოტი კალენდარი, იმიტომ რომ ბლოკნოტების კოლექცია მაქვს, როგორც იცით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო და მოდი დავიწყოთ რაში მჭირდება ეს ბლოკნოტი. და სპეციალური პასტები, პასტა კალამი, საწერი კალამი, როგორც გინდათ, მეძახი პასტას. მაგრამ პასტებს შევეშვათ და დავიწყოთ ბლოკნოტზე საუბარი. რას დავწერ აქ, იმიტომ რომ სრულიად ახალია. ჯერ არ არის იანვარი. ბოდიშით ცოტა ავად ვარ. დავიწყოთ. ქართულად ზუსტად ვერ გეტყვით რა ვეძახით ამას. ალბათ არსებობს კონკრეტული ტერმინი, მაგრამ მე უკვე ამ ყველაფერს ვაკეთებ დაახლოებით 17 წელია. დაახლოებით არა, 17 წელია. რატომ ამბობ დაახლოებით? ვიცი, როდის დავიწყე. 17 წელია წერ ეგრეთ წოდებულ მიზნებს 10 მიზანი მაქვს ხოლმე, ყოველ წელიწადს, ყოველი წლის დასაწყისში უკვე მაქვს ეს სია 10, დაახლოებით 10-მდე და აქ ჩამოვწერ. უკვე უნდა ჩამოვწერო წესით, უკვე ვიცი, აქ უკვე ჩამოვაყალიბე რისი დაწერაც მინდა, რისი გეგმაც მაქვს, რა არის ჩემთვის პრიორიტეტი, უმთავრესი მომავალი წლისთვის და რაზე უნდა ვიმუშაო ძირითადად. ბევრ რაღაცას არ დავიწყებ, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო ჭირდება ამ ყველაფერს 10-ვე პუნქტი, 10-ვე მიზანი რომ გითხრათ, ამიტომაც გეტყვით მოკლედ რას ჩამოვწერ, უფრო კონკრეტულად გეტყვით ორ რაღაცას, რაში ჩამოვწერ. პირველი ორი უმთავრესი რაც ძალიან ჭირდება, არა მარტო უბრალოდ მინდა, არამედ ჭირდება, ეს არის პირველი მართვის მოწმობა. დიახ, 31 წლის ვარ და ჯერ კიდევ არ მაქვს მართვის მოწმობა. არადა მქონდა რამოდენიმეჯერ შანსი რომ ამეო, მაგრამ სამწუხაროდ არ ავიღე. პირველი იყო მაშინ როცა სკოლაში დავდიოდი და ქონდა სპეციალური კურსები, მაგრამ დამეზარა. ზარმაცი ვიყავი, ახლაც ვარ ხანდახან და არ ჩავაბარე. შემდეგ დავიწყე სიარული, მაგრამ სიზარმაცისგან არა, უბრალოდ დრო ცოტა მქონდა და არ იყო ჩემთვის მაშინ მნიშვნელოვანი მართვის მოწმობა, იმიტომ რომ ცხოვრობდი დიდ ქალაქში, თბილისში და არ მჭირდებოდა. და მესამეჯერ უკვე რომ დავიწყე კიდევ სკოლაში სიარული, მაშინ დაიწყო კორონავირუსი და სამწუხაროდ თან აქაც ჩამოვედი შემდეგ, ანუ პოლონეთში და ამიტომაც უკვე ვეღარ შევძელი. და 5 წლის მერე გადავწყვიტე რომ, ანუ უკვე 5 წელზე მეტი აქ ვარ და გადავწყვიტე რომ მოდი ჩავაბაროთ. და მომიწევს პოლონურად ჩაბარება, რაც უფრო ართულებს ამ მიზნის შესრულებას, მაგრამ რონი ძლიერია. ამიტომაც დავიწყე უკვე ჩემით, რა თქმა უნდა, თეორიის სწავლა, აგრეთვე დავდივარ სკოლაში, სკოლის გარეშე არ შემიძლია და როცა უკვე თეორია მეცოდინება, შემიძლია ჩვეულებრივად ჩავაბარო და დავიწყო პრაქტიკა. პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკა ენის სწავლებაშიც, თუ არ ვიყენებ სიტყვას, ჩემთვის გამოსადაგარი ხდება და მავიწყდება. ამიტომაც იგივე ხდება, როცა ვსწავლობ თეორიას, მაგრამ პრაქტიკაში ვერ ვიყენებ და ვცდილობ რომ მაქსიმალურად ჩქარა დავამთავრო და ჩავაბარო შიდა გამოცდა და შემდეგ უკვე ვნახოთ. ამიტომ სადღაც მარტის ბოლომდე იმედი მაქვს, ავიღებ, იმედი მაქვს. დიახ, იმედი ბოლოს გვდება. და მეორე არის B1 სერტიფიკატის აღება. B1 სერტიფიკატი. სიმართლე გითხრათ,
B1-ის დონეზე ვიცი, რა თქმა უნდა, პოლონური, მოგიხსენებათ, უკვე დიდი ხანი აქ ვცხოვრობ. მოსახურში ხშირად მიწევს პოლონური ენის გამოყენება, აგრეთვე ინგლისურის გარდა. ყოველდღიურად საუბრობ პოლონურად, ვუყურებ პოლონურად, ვკითხულობ პოლონურად. წერით ნაკლებად ვწერ და ეს არის ჩემი პრობლემა და ამაზე მეცადინეობ. Შეიძლება გაჩვენოთ რეული. აი ეს. ბოლოს ეს დავწერე. და მაქვს ძალიან ბევრი ფურცლები აქ, წიგნები. და უკვე სიმართლე გითხრათ დავიღალე, მაგრამ აუცილებელია რომ ვიცოდე სტრუქტურა, როგორი არის გამოცდა, რომ უფრო ადვილი იქნება, შეიძლება მქონდეს ცოდნა, მაგრამ თუ არ მაქვს სტრუქტურა, თუ არ ვიცი სტრუქტურა, შეიძლება ვერ გავაკეთო, ვერ ჩავაბარო გამოცდა, ამიტომაც მაქსიმალურად ვცდილობ, როცა თავისუფალი დრო მაქვს, ეს ყველაფერი გავაკეთო. როდისთვის ვაპირებ, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, იმიტომ რომ მე ველოდები, როდის იქნება გამოცდები, როდის გამოცხადდება გამოცდებზე მიღება, როგორც ამბობენ, თებერვალში იქნება, ამიტომაც თებერვალამდე ცოტა დრო დამჭა და მაქსიმალურად უნდა შევეცადრო, დავხვეწო ჩემი პოლონური წერა ძირითადად, ლაპარაკი კარგად მეხერხება და ნახოთ, სიმართლე გითხრათ, ამის არ მეშინია, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ პირველივე გასვლაზე ჩავაბარებ, მაგრამ აი ის პირველი მართვა ცოტა მეშინია, მაგრამ ეს ორი სხვათა შორის დაკავშირებულია. თეორიას ძირითადად ვსწავლობ პოლონურად. და ეს თეორია არის native speaker-ებისთვის, რა თქმა უნდა, ხო? გაჩვენებთ წიგნს. ერთი წუთით. აი აქ არის წიგნი, ჩვეულებრივი პოლონურად არის დაწერილი, არ არის სპეციალური ადაპტირებული წიგნი. შემიძლია ვისაუბრო იმ დანარჩენ რვაზე, მაგრამ როგორც გითხარით, ძალიან დიდი დრო დამჭირდება და მოსაწყენი იქნება დამიჯერეთ და ამიტომაც აქ გავჩერდები და შეგიძლიათ კომენტარებში ჩამოწეროთ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი, გეგმა, რეზოლუცია, თუ არ ვცდები ესე ეძახიან, რეზოლუცია? ჩამოწერეთ კომენტარებში თქვენი მთავარი მიზანი, მიზნები მომავალი წლისთვის, 2026 წლისთვის რა არის? შეგიძლიათ ყველა ჩამოწეროთ, შეგიძლიათ მხოლოდ 1-2 მნიშვნელოვანი და შევხვდებით მომავალ წელს, არა, კიდევ ერთი ვიდეოს გავაკეთებ, იმედი მაქვს. დიახ, არ დაგავიწყდეთ და ლაიქება ვიდეოსი, მოწონება ვიდეოსი, ლაიქება არა და გამოწერაც აუცილებლად. აბა, ნახვამდის. Pedre șoba halțeli.